პუტინი მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეს და გარიგება დადოს. ფიქრობ ის ანგრევს რუსეთს, როცა ამ გარიგებას არდებს. კონფლიქტის გაგრძელება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთს. მას უკვე აქვს ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია კი 10%-ს უახლოვდება. ეს პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვსაუბრობთ ზელენსკისთან, ვისაუბრებთ პუტინთან. ნახავთ, როგორ წარიმართება პროცესი. ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ ევროკავშირმა მეტი უნდა გადაიხადოს უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იხდიდა. ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წამოწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ გქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოვედი, რომ დედამიწაზე ყველა ერის თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა, თანამშრომლობის იმედი მაქვს. მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული ინტერესია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა.